უნდა ვინერვიულოთ გავყიდოთ ჩვენი ბიტკოინი თუ რა უნდა გავაკეთოთ? ანუ ეს არის ჯანსაღი კორექცია. JD Vance გამოვიდა და თქვა რომ კრიპტოს ყავს ახალი ჩემპიონი. თვალ ბევრი არ არის, მაგრამ ნუ ზოგადად 100 მილიონი მოხმარებელი ეს ქვეყანაში კი. ქვეყანაში სადაც არის რა ბანკინგის პრობლემა, საბუთების და ასე შემდეგ, იქ კრიპტო ყველაზე ლოგიკურია. ტექნიკური განახლება მოხდება Solana-ს blockchain-ზე, რომელიც მას გახდის უფრო სწრაფს, უფრო დაცულ. Solana-ს ახალი ტელეფონის დაანონსება Seeker ერქმევა ამ ტელეფონს. გამარჯობა, მე ვარ გიორგი, ეს არის თემო, ეს არის Bitnet-ის კრიპტო გადაცემა, სადაც გაგაცნობთ ყოველკვირეულ ნიუსებს კრიპტო სამყაროში. თუ გაინტერესებთ ეს თემა, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ რა მოხდა წინა კვირაში ბიტკოინის და კრიპტო სამყაროში. პირველი ჩვენი თემა იქნება ბიტკოინის ფასი და არის თუ არა სანერვიულო პატარა ვარნა, რა მოხდა ამერიკაში, რა ხდება ინდოეთში, რა გადაწყვიტა GameStop-მა და რა ხდება Solana ეკოსისტემაში. დავიწყოთ პირველი თემით, რომელიც არის რა ხდება ბიტკოინის ამბებში. ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდიდან ჩამოვიდა 105-106-ის ფარგლებში. თემო, უნდა ვინერვიულოთ გავყიდოთ ჩვენი ბიტკოინი თუ რა უნდა გავაკეთოთ? არა, თუ რამე სხვა ანუ სანერვიულოც არ გაქვს, რა თქმა უნდა. ანუ ეს არის ჯანსაღი კორექცია, ანუ ყველა ფინანსური აქტივი აუცილებლად განიცდის კორექციას, ანუ არ არსებობს აქტივი, რომელიც ყოველთვის ადის ზემოთ, გარდა ქართული უძრავი ქონების ბაზრისა ალბათ. ის არ ჩერდება ნამდვილად. ხო, ანუ სულ ზემოთ მინდის, რაც თავი მახსოვს. ხო. მე იცი რომ მომწონს ხოლმე რომ აი ხა 100-ზე ხო იყო და აი ხა 105-ზე რო უკვე სანერვიულო რო იყო და ის 3 კვირის წინ ან 4 კვირის წინ იმეს რო ითქვა რომ 105-ზე ავა ბიტკოინი, რა ლაპარაკობ და რაღაც ეგეთ იმაში ვიქნებოდი. შესაბამისად ხო ეს $5,000 ვარდნა $100,000 აქტივში არც არის დიდი ვარდნა თუ შეიძლება საერთოდ ვარდნა რო დაიწყოს ამ ყველაფერს. შესაბამისად გვაქვს სხვა პოზიტიური ნიუსებიც, მათ შორის ამერიკიდან და მანდ რა ხდება საინტერესო. საინტერესო ხდება ის რომ წინა კვირაში უბრალოდ ამ კვირაში იყო ლას-ვეგასში ბიტკოინის კონფერენცია, სადაც გამოვიდა ჩვენი ვიცე-პრეზიდენტი. ჩვენ არ ყავს ვიცე-პრეზიდენტი, ხო იცი საქართველოში? მართლა? არა, ვიცე-პრემიერი არის, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი არა. ხო. მაგათ JD Vance გამოვიდა და თქვა რომ ასე ვთქვათ კრიპტოს ყავს ახალი ჩემპიონი. ანუ ჩვენი მაკმონში, ანუ კრიპტოს ის არის რა ქვია. ხო, ყავს ახალი ჩემპიონი, მან ამით მოიაზრა ამერიკის მთავრობა და კონკრეტულად დონალდ ტრამპი. ასევე ამ კვირაში გავიგეთ ნიუსი, რომ ტრამპის მედია და ტექნოლოგიის ჯგუფი ანუ ფიქრობს, რომ შეიძინოს სადღაც 2.5 მილიარდის ბიტკოინი და შექმნას რეზერვი თავისთვის და ანუ ამერიკა და ტრამპის ადმინისტრაცია ასევე ფიქრობენ, რომ თვითონ ქვეყნის ანუ კრიპტო რეზერვი შექმნა და არა კონკრეტული შტატების დონეზე. როგორც აქამდე ვისაუბრეთ ჩვენ და ამ ანუ რეზერვებთან დაკავშირებით შეგვიძლია რომ შემდეგ თემაზეც გავდივდეთ. ერთი სანამ გადავალთ, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ეხა რო დაანონსა ტრამპმა 2.5 მილიარდის ის ამბავი, ხო? ამან აღარ იმოქმედა ბიტკოინის ფასი. ანუ ბიტკოინის ფასი ზევით არ წავიდა, იმიტომ რომ ტრამპი აპირებს რომ შეიძინოს კრიპტო. რაც თავიდან რო დაიწყო ტრამპმა კრიპტოზე ლაპარაკი, ჰქონდა ეს რაღაცა გიჟური ასვლები ვარდნები რა. რაც უფრო ხშირად ერთი და იგივე ადამიანი და ეს ამერიკის პრეზიდენტი იქნება თუ ვინმე სხვა არ აქვს მიშობა ერთი და იგივე თემაზე ლაპარაკობს, უფრო ნაკლები გავლენა აქვს ბაზარზე. რაც რეალურად ბაზრისთვის ძალიან კარგია. ანუ შენ შეგიძლია შეხედო ამას, რომ აი ტრამპმა თქვა ვაპირებ და არ ქონდა რეაქცია ბაზარს და პირიქით 100-დან 105-ზე ჩამოვიდა, ეს ცუდი არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ აღარ ხდება დამოკიდებული. ანუ ჩვენ ის ეტაპი უკვე გავიარეთ, როცა კრიპტო გახდა ჩვეულებრივი ნაწილი ცხოვრების, მათ შორის პირველ რიგში ამერიკაში. შესაბამისად, ეხა ტრამპი ამას იტყვის თუ იმას იტყვის, всё, აღარ აქვს სიმშვიდე არ. ხო, და ეგ ძალიან კარგი. ადრე იყო ილონ მასკი, რომელსაც ეგეთი გავლენა ჰქონდა ბაზარზე და რავი, ტესლამ მოიყიდა ბიტკოინი ავარდა გიჟივით და მერე ისევ ჩამოვარდა და რეალურად უკვე სხვა ელემენტებზე ხდება დამოკიდებული ბაზარი და ეგ მხოლოდ მისასალმებელია და ძალიან კარგია ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ნამდვილად.
ანუ იგივე ნოტაზე შეგვიძლია ანუ შეგვიძლია ვახსენოთ ჩვენ რამოდენიმე ანუ გადაცემის წინ GameStop-ზე ვისაუბრეთ, რომელმაც დააანონსა ბიტკოინის რეზერვის შექმნა და ანუ ეს გეგმა მოიყვანა სისრულეში, მათ შეიძინეს 4710 ბიტკოინი, რომელიც სადაც 506 მილიონის ტოლფასი არის. ნუ პატარა ინვესტიცია, მაგრამ კაი. ხო. რა თქმა უნდა. პირველი სწორი ნობიჯია. და საინტერესო არის ის, რომ ამ გადაწყვეტილების ან მიუხედავად მაინც სტოკის ფასმა დაიწია 10%. და ჩემს ეს ისევ ანუ იგივე თემას დავუბრუნდეთ, რომ ყველა პატარა bullish news-ი უკვე აღარ არის იმას, კი ბატონო. აღარ. ხო. თუმცა მან ხო, ეხლა ინვესტორი რო ვარ კომპანიაში, რომელიც, რავი, ყიდის თამაშებს ფიზიკურ მაღაზიებით, ხო? ეგ არის GameStop-ის ბიზნეს მოდელი, ის რო ბიტკოინს შეიძენს, ხო, მე შეიძლება რაღაცა ის გქონდეს, რომ მე მაგისთვის ფული არ მივიცია კომპანიისთვის და აქცია არ მიჭირავს და შეიძლება გავყიდო კიდევაც, იმიტომ რომ როცა უკვე სპეციფიური კომპანია რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და ლოგიკაში ჯდება, ეგ უფრო მისასალმებელი იქნებოდა ხა პირადად ჩემთვის. კი. ნამდვილად. შეგვიძლია შემდეგი ანუ თემაც ვახსენოთ, რომ ასე ვთქვათ გლობალური კრიპტოს დანერგვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ინდოეთიც ამ ტრენდს უერთდება. ანუ 2024 წელს კრიპტო მომხმარებლების რაოდენობა 100 მილიონს გადაჭარბა, რაც ზოგადად ბევრია, შეიძლება ინდოეთისთვის თვალ ბევრი არ არის, მაგრამ ნუ ზოგადად 100 მილიონი მომხმარებელი ეს ქვეყანაში კი. თან აკრძალული არის თუ არა მინდოეთში ვეღარ გავიგე. ხან გზადავენ ხან. არა. რა არის, ანუ ზოგადად მე გონია რომ ქვეყანაში სადაც არის რა ბანკინგის პრობლემა, საბუთების და ასე შემდეგ, იქ კრიპტო ყველაზე ლოგიკურია. რა თქმა უნდა. ხო, ძალიან კაია, ახალი 100 მილიონი მომხმარებელი ნებისმიერ ბიზნესისთვის და მათ შორის კრიპტო სამყაროსთვის რა თქმა უნდა გადასარევი ამბავია. რა თქმა უნდა. და შეგვიძლია ვახსენოთ ასევე Solana-ს ნაწილიც, რაც ანუ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ახალი ამბები წამოვიდა Solana-ზე, ეხლა ხანს იყო Solana-ს კონფერენცია და რამოდენიმე საინტერესო აპდეიტი იყო, ანუ პირველი ტექნიკური განახლება მოხდება Solana-ს blockchain-ზე, რომელიც მას გახდის უფრო სწრაფს, უფრო დაცულს, აი სადაც congestion-ის ისინი არ გაიჭედება ხოლმე. ხო, ანუ აღნიშნული არის. ჭირდება, ხო? რა თქმა უნდა. მედია, რა თქმა უნდა. და ნუ ყველაზე საინტერესო იყო Solana-ს ახალი ტელეფონის ანონსება, Seeker ერქმევა ამ ტელეფონს, აქვს თავისი ტოკენი. თავისი ცალკე ტოკენია? ხო, საინტერესო. ანუ ისევ ეს ანუ წინაზე Solana რო გამოუშვა ტელეფონი, რომელსაც ერქვა Saga, მან იმხელა airdrop-ები დაეცა ხალხს, რომ ეს ხო, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ვისაც ქონდა ნაყიდი ეს ტელეფონი, შეეძლო რომ აიღოს სხვა კოინები, მაგრამ მათ შორის ბონკი იყო და ბევრი სხვა და რეალურად ის რაც იყო ტელეფონის ფასი, იმ კოინების რაც მიიღეს თუ სწორ დროს გაყიდეს, რეალურად ამოღებული ქონდათ ტელეფონის ფული და მეტიც. ხო, 1-2 სიტყვით airdrop-ი რა? კი ბატონო. ახსენე. მე აუხსნა? ხო, airdrop-ი არის, რავი, კრიპტოში გავრცელებული სიტყვა, რაც ნიშნავს, რომ ჰაერიდან ჩამოვარდნილს, ესე რომ ვთქვათ, და გულისხმობს რას? მაგალითად, მე როცა ვიყენებ ახალ პროტოკოლს, ეს შეიძლება იყოს ან ახალი ბლოკჩეინი, ან კონკრეტულად რაღაცა ახალი პროტოკოლი, რომელიც ამ ბლოკჩეინზე არის დაშენებული, ხშირ შემთხვევაში, ვინც შექმნა ეს ბლოკჩეინი, ან კონკრეტულად ეს პლატფორმა მზად არის რომ დაურიგოს early adopter-ებს, ანუ პირველად ვინც იწყებს ამ პროტოკოლის გამოყენებას, რაღაცა კოინები, როცა უკვე კოინებს გამოუშვებს და მუქთად, ხო. და ერთ-ერთი პირობა არის ხოლმე როგორც წესი, რომ უნდა იყენებდე ამ აპლიკაციას. ესეთი ხშირად ყოფილა უკვე, არ ვიცი, Ethereum-ზე დაშენებულ პროტოკოლებიდან დაწყებული უკვე ბევრი სხვა მაგას აკეთებს და რეალურად ძალიან მარტივი გზა არის, რომ რაღაცა ფული გამოიმუშაო კრიპტოში. თუ ინტერესი არის ამ თემის ირგვლივ, შეგვიძლია მაგაზეც პატარა ვიდეო ჩავწეროთ პრინციპში და უფრო დეტალურად ავხსნათ. 150,000 ტელეფონი არის უკვე შეკვეთილი, სწორად თუ გავიგე. და ეხლა შეგვიძლია ჩვენ აგვისტოში დაიწყება ეს გამოშვება, ხო?
არის ეხლა დღეს შემიძლია კიდე free sale გავაკეთო. მე მგონი კი. sale-ზე მიიღო. ხო, მე მგონი ლიმიტირებულად არ არის და თუ პირველი ბეჩი არ მოიყიდა, მაშინ წეს. ვეცადოთ რომ ვიყიდოთ და მე ჩვენ მოხმობილსაც ვიდეოში ვაჩვენოთ როგორ გამოიყობა კარგი აზრი. კრიპტო მობაილ ტელეფონი. ეს იყო ხო ამ კვირისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ რამე კითხვები გაქვთ, ან რამე თემა გაინტერესებთ, დიდი სიამოვნებით გავვლით შემდეგ news ამბავში ან პოდკასტზე. მადლობა რომ გვიყურებთ და დროებით. ნახვამდის. კარგია, მაგრამ გამოიწერეთ ჩვენი არქივი თქვენ გუგლშიც. მაგას გიჩვენებთ, მაგრამ თქვა ხა რა. აი, მაშინ თავიდან ბოლოს ნაწილი. და მარტო გამოიწერეთ ჩვენი არქივს და ის მიაბას. აი, კარგი. ბოლო ნაწილი როგორ იყო? ეს იყო თუ არ ჩაჯდა და კი, აი, იზარ ხო? ეს იყო ამ კვირის ამბები. მადლობა რომ უყურებთ ჩვენ არხს. თუ რამე კითხვა გაქვთ ან გინდათ ეს იყო ამ კვირის ამბები. მადლობა რომ უყურებთ ჩვენ გადაცემას. თუ რამე კითხვები გაქვთ, მოგწერეთ კომენტარებში და ვეცდებით შემდეგ გადაცემაში ან პოდკასტში გიპასუხოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ყოველთვის იცოდეთ რა ხდება კრიპტო სამყაროში. ნახვამდის.